მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება ვინ მოგწერთ ძალიან მალე. დღეს გვაქვს სამპოზიციანი გაშლა, თქვენს წინაშე არის პოზიციები, აირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. ჩაწერილ ვიდეოებს რაც შეეხება უყურეთ, მაშინ იწყებს ვიდეო რეზონირებას, როდესაც ჩართავთ და მოусმენთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული, ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ, მესენჯერში დამიკავშირდით დეტალებისთვის. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. ახლა კი დავიწყოთ ჩვენ პირველი პოზიციით, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გავიგოთ, ვინ მოგწერთ თქვენ ძალიან მალე. აქ რომანტიული პასუხი გვაქვს, რაღაც დადებითი მუხტის. ეს კარტი მიუთითებს, რომ ძალიან მალე მოგწერთ ისეთი ადამიანი, ვისთანაც არის ან ძალიან ძლიერი ქიმია, ან ძალიან ძლიერი ფიზიკური მიზიდულობა. ეს არის გამორჩეული შეგრძნება, შეიძლება ამ პიროვნებას უკვე იცნობთ, ან შეიძლება ესეთი პიროვნება შემოვიდეს, რომელიც იქნება მაგნიტური და თავბრუ დამხვევი ემოციების მომტანი. შეიძლება ეს უკვე არის ის პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც მაგნიტურ ძალას უკვე გრძნობს თქვენს მიმართ და არ უნდა თქვენი გაშვება, ან ძალიან უჭირს თქვენი დავიწყება. შეტყობინებას მიიღებთ უფრო ფლირტის ენერგიით გაჯერებულს. მისი მხრიდან იქნება მაშინვე ასეთი ემოცია, რომ დაინახავთ, რომ მას აქვს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი, როგორიც არის ფლირტის სახე. ის აუცილებლად გამოხატავს სურვილს, ის არ დამალავს თავის ემოციას, დიდი ხანი არ მოგწერთ ისე, რომ უბრალოდ მოგიკითხოთ, მაშინვე საქმეზე გადავა. თქვენში როგორი მომენტები შეიძლება იყოს ამ მომენტში, იცით, რომ მასთან კონტაქტი ბუნებრივად თქვენში უკვე იწვევდეს ხელუარებას და ვნებას, საპასუხო ემოციებს. თითქოს სიტყვები აღარ არის საჭირო. თითქოს ყველაფერს ეს განცდილი ენერგია ამბობს, რაც თქვენ შორის ხდება, ესეთი რაღაც ქიმია ზუსტად ეს არის, ანუ ასევე ხვია ამ არკანს. თითქოს სიტყვების ნაცვლად თქვენი შინაგანი შეგრძნებები, ორივეს მიზიდულობა ილაპარაკებს. ან შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ ეს არც მეგობრული საუბარია, არც გაციებული საუბარია პირიქით. აქ არის დიდი სურვილი, ასევე დიდი ემოცია და დიდი ინიციატივა, რომელიც ამ პიროვნებისგან წამოვა. შეტყობინება ძალიან სწრაფად მოვა. კიდევ რომ დავამატოთ, ემოციურად დამუხტული იქნება. რადგან აღარ უნდა იმ ყველაფრის დაკონსერვება გულში, რასაც თქვენს მიმართ გრძნობს. ქიმია ზოგადად საკმაოდ ისეთი ხელუარებით სავსე შეგრძნება არის, შეიძლება უძლო ღამებით მოიტანოს თქვენთან. და ეს პიროვნება დააფიქსირებს იმ აზრს, რომ ის გიყურებთ იმ თვალით, რომ მისთვის ძალიან ძლიერად მიმზიდველი პარტნიორი ხართ. ან თუ თქვათ მოხდა თქვენს ახლო წარსულში ისეთი მომენტი, რომ პიროვნებასთან რაღაც გადაკვეთა გქონდათ, ან რომანტიკული შეხვედრა გქონდათ, ან ახალი ნაცნობი ნახეთ და არ იცით ამის მერე რა მოხდება, ან რა შთაბეჭდილებები დატოვეთ, აქ შეიძლება ესეც მოვიაზროთ, რომ ეს პიროვნება ამ პიროვნების შთაბეჭდილება, ასე ვთქვათ, გადაიზრდება უფრო დიდ სურვილში, რომ განმეორდეს თქვენ შორის რაღაც ვნებიანი კონტაქტი.
კარგით, აქ საინტერესო პასუხი გვაქვს. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში, ვისაც ახლა ესეთი პარტნიორი ან ადამიანი ახლოს არ გეგულებათ, შეიძლება კარზე იდგეს ზუსტად ასეთი ასე ვთქვათ, პიროვნება. მალე შემოვიდეს, გამოჩნდეს შეტყობინების სახით. და მიმანიშნებელი ზოდიაქო ვიკითხოთ, თუ ახალი ნაცნობი იქნება ეს თქვენთვის, თქვათ. ან ზოგადად ესე ვიკითხოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებასთან შედგება თქვენი ახალი ნაცნობობა. დამატებითი კითხვა იყოს ეს. და აქ მოდის მორიელი. ყურადღება გავამახვილოთ, ყურადღება მივაპყროთ მორიელის ნიშნის წარმომადგენლებთან, რადგან ეს პიროვნება, ეს ენერგია უკავშირდება ამ ზოდიაქოს ნიშანს. დაგემშვიდობებით ჩემოპირველებო. გადავიდეთ ახლა მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით. მეორეებო, ვინც დღეს მეორე პოზიცია აირჩიეთ და გავიგოთ თქვენს შემთხვევაში, ვინ მოგწერთ ძალიან მალე. ვინ მოგწერთ ძალიან მალე. იცით რა არის, აქ პირდაპირ მინიშნება არის, რომ თქვენთან მალე გამოჩნდება ისეთი ადამიანი შეტყობინების სახით, ვისთანაც ახლა არის ან დისტანცია, ან დაშორება. ეს არის ყოველ შემთხვევაში ამ პიროვნებას იცნობთ, მასთან რაღაც გადაკვეთა გქონდათ, თქვენი გზები გაიყო, ან დაპაუზდით, ან დაშორდით. ახლობელ პიროვნებადაც შეიძლება თვლიდეთ, უცხო ნამდვილად არ არის, ნაცნობია. შეიძლება ეს ჩავთვალოთ, რომ რაღაც გარკვეული დროით იყო შორს, შეიძლება ფიზიკური მანძილით ჩავთვალოთ, მოგზაურობაში წავიდა, ქვეყანა შეიცვალა, სადმე გაემგზავრა, ან პირდაპირ მნიშვნელობით ესე ფიზიკური დაშორება არ იყოს, მაგრამ იყოს ემოციურად გაციებული, დუმილი იყოს, კონტაქტი იყოს დაპაუზებული. სხვა შორის ამ პიროვნებაში დაგროვდა მონატრება და ზუსტად ეს იქნება ის საჭიროება, რომ გადაწყვეტს, რომ მოგწეროთ. აქ არის მონატრების ენერგია. შეტყობინება შეიძლება თავიდან მსუბუქი იყოს, მაგალითად მსუბუქად მოგიკითხოთ, ან რაღაც კონტაქტის აღდგენას შეეცადოს თქვენი ემოციური ფონი იკითხოს, როგორ ხარ, რაღაც ესეთი შეკითხვებით წამოვიდეს, უბრალო ფორმით მოვიდეს ეს პიროვნება, მაგრამ რეალურად სიღრმეში რომ შეხვალთ, აშკარა იქნება მისი პოზიცია, რომ მას სურს და განზრახვა აქვს, რომ ეს კავშირი დაიბრუნოს, რაც თქვენთან ჰქონდა. შეჯამება რომ გავაკეთოთ, ეს არ არის სრულად ახალი ადამიანი. ეს არის პიროვნება, რომელთანაც დროებითი დაშორება გაქვთ. მაგრამ ეს პიროვნება თითქოს შორს არის, ახლა თითქოს შორს ჩანს მაინც. მაგრამ მისი ენერგია, მისი გრძნობები თქვენს გრძნობებს დღეს უკავშირდება, დღეს მას ახსოვხართ, დღეს მას ენატრებით. ასეთი პასუხი გაგვცა დღეს კარტმა თქვენს პოზიციაზე. მინდა ახლა თქვენს პოზიციაზე კიდევ ერთი შეკითხვა დავამატო. რადგან ეს პიროვნება არის ნაცნობი და შესაძლოა მისი ზოდიაქო ყველაფერი ძალიან კარგად იცოდეთ, თქვენ შემთხვევაში მეორე პოზიციაზე ვიკითხოთ, თუ შემოვა ახალი ნაცნობი და თქვათ ახალი ნაცნობის ენერგიაც გაინტერესებთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს მიაქციოთ ყურადღება ახალი ნაცნობობის დროს. და სხვა შორის აქ არის მერწყული. თუ გადაწყვეტ ახალ პიროვნებებს მისცეთ შანსი, ან უბრალოდ სასიამოვნო კომუნიკაცია გინდათ, რაღაც სიახლეები გინდათ, საუბრები მოგწონთ ადამიანებთან, კარგ პოზიტიურ ენერგიას თქვენს შემთხვევაში შემოიტანს ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც არის მერწყული. მე დაგემშვიდობებით ჩემო მეორეებო და ახლა გადავიდეთ ჩვენ მესამე პოზიციის განხილვაზე. ჩემო მესამეებო,
მოგესალმებით თქვენ და გავიგოთ ვინ მოგწერთ ძალიან მალე. ვინ მოგწერთ ძალიან მალე. თქვენს პოზიციაზე მოდის ასეთი მინიშნება, რომ ძალიან მალე მოგწერთ პიროვნება, რომელიც მოდის უშუალოდ თქვენი მეგობრების ან ახლო გარემოცვის მეშვეობით. შეიძლება ნათესავებით ჩავთვალოთ, ან ის პიროვნებები, რომლებთანაც ან დიდ დროს ატარებთ ხოლმე, ან შეიძლება სადმე წახვიდეთ, რაღაც თარიღი იყოს დათქმული, სადღაც შეკრება იყოს მეგობრების, ნაცნობების, ნათესავების და იმ გარემოცვაში გაიცნოთ პიროვნება, რომელიც შემდგომ გადაწყვეტს, რომ თქვენ დაგიკავშირდეთ. შესაძლოა იყოს ისეთ სასიამოვნო ნაცნობი, ვისაც უკვე თქვათ თქვენი მეგობრები საუბრობენ, ან ხშირად მის სახელს ახსენებენ, ან მის შესახებ რაღაც შორიდან გსმენიათ. ან რაღაც მომენტში შეიძლება უცებ გადაწყდეს ესეთი რაღაც, რომ თქვენი მეგობრის მეგობარი გაიცნოთ და რაღაც სასიამოვნო ნაცნობობა აღმოჩნდეს, ანუ მალე გავუგოთ ერთმანეთს, რაღაც საერთო ენა გამონახოთ. ყოველ შემთხვევაში რაღაც საერთო წრის ფონი არის, საერთო ნაცნობების გარემოცვა არის. დაკავშირება ხდება სრულად უცხო გარემოდან არა. რა თქმა უნდა, ეს შეტყობინება, როდესაც მოვა თქვენთან, პირდაპირ გრძნობის და პირდაპირ სიყვარულის აღიარებით, რა თქმა უნდა, არ დაიწყება ეს კავშირი. ეს ადამიანი თქვენს მიმართ იქნება დიდი პატივისცემით განწყობილი, მეგობრული კავშირის დამყარებით მოდის. მაგრამ ეს მეგობრული კავშირიც დიდხნიანი როლი არ იქნება, მალევე გამოაჩენს თავის ინტერესს. ფაქტიურად აქ პიროვნება იწყებს თქვენთან კომუნიკაციას იმ ინტერესით, რომ მოეწონებით, მაგრამ ეს ინტერესი რაღაც პერიოდის მანძილზე შეფარული ექნება, გულში დაიტოვებს, მაგრამ საუბარში ნელ-ნელა ამ ყველაფერს ფარდას ახდის. სოციალური წრე. ყოველ შემთხვევაში თუ გაქვთ ახლა დაგეგმილი სადმე წასვლა, ან რაღაც ესეთი შემოთავაზებები გაჩნდა, გირჩევთ, რომ სახლიდან გახვიდეთ, გარემოში, ასე ვთქვათ, მეტით რო გაატაროთ, სივრცეებში გახვიდეთ, რაღაც გასართობ ადგილებში გახვიდეთ, რადგან ნაცნობობა უფრო მოდის ჯერ ფიზიკური დაახლოებით, ანუ ფიზიკურად შეხვდებით ამ ადამიანს და შემდგომ უკვე კომუნიკაციის სახე გადაინაცვლებს შეტყობინებებში. აქ ნათლად მოდის ესეთი ინფორმაცია. სხვათა შორის თქვენთვის ეს კონტაქტი საკმაოდ პოზიტიური იქნება, რადგან მისი მანერები, კეთილგანწყობა, მხარდაჭერა თუნდაც რაღაცა რომანტიულ ნაპერწკალს თავიდანვე თქვენს იგრძნობთ, მოგეწონებათ ეს ადამიანი. და სხვათა შორის შეიძლება ფიზიკურად მისი ფიზიკური მონაცემები ზუსტად ისეთი იყოს, როგორი ფიზიკური ნიშნითაც ადამიანები მოგწონთ, ანუ თქვენს გემოვნებაში, თქვენს თვალში ეს პიროვნება საკმაოდ მიმზიდველი იქნება და საკმაოდ საინტერესო მოსაუბრეც ამავე დროს და მაშინვე იგრძნობთ მასთან რაღაც განსაკუთრებულ ნაპერწკალს. შეიძლება თავიდან თქვენვე ეს რაღაც უბრალოდ მოგეწონოთ და დიდი ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან ვერ იფიქროთ, რომ რაღაც განვითარება მოხდება, მაგრამ შემდგომ რომ გაიფიქრებთ მასთან, როდესაც ისაუბრეთ, რა შთაბეჭდილება დაგჭათ და რა იგრძენით, მიხვდებით, რომ თავიდანვე თქვენ ეს პიროვნება მოგეწონათ. მოდი ახლა გავიგოთ დაახლოებით, გართხოვოთ, გვითხრას, რომელ ზოდიაქოს ნიშანში შეიძლება იყოს ეს პიროვნება, ან რომელ ზოდიაქოს ნიშანს უნდა მიაქციოთ ყურადღება. სხვათა შორის აქ მოდის ლომი, ცეცხლის ტიქია, ცეცხლოვანი პიროვნება, ქარიზმატული, ენერგიული, აქ პირდაპირ ესეთი
შესამჩნევი თვალშისაცემი ლომის ენერგიით მოდის პიროვნება თქვენთან. მე დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.